გეთანხმებით ბატონო ნიკოლოს, მართლა ძალიან ძიმე ეტაპს გავდივართ. მე არ მახსოვს აი ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ აი ესეთი ძიმე მდგომარეობა საქართველოსათვის როგორც ეხლა არის. ნუ ეს მოიგონეს რაღაცა დასანქცირება, ეს დავასანქციროთ, ის დავასანქციროთ. ნუ რა არის, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ამ დასანქცირებას ევროპარლამენტარები რო თხოვლობენ, ვიცით რატო თხოვლობენ, რა თქმა უნდა ყველა არა. ნუ სხვები ხელს უწევენ, იმიტომ რომ არც იციან საქართველოს სად არის ბევრმა, მაგრამ ლობისტური კომპანიები მუშაობენ, ძალიან კარგად ვიცით რომ გიული ალასანი აფინანსებს, ძალიან კარგად ვიცით რომ კეზერაშვილი აფინანსებს ამათ ყველას და კეზერაშვილი, რომელიც დამნაშავედ კრიმინალად აღიარა არა მარტო ქართულმა სასამართლომ, არამედ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. რა უფლებით გადაადგილდება თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისრაელის ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე. და ამ დროს ბრიტანეთის ელს არიბარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამის ნოტას არ გადასცემს. რატო არის დადუმებული ქართული დიპლომატია? მაინტერესებს ძალიან. ეხლა აქციებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, წერა გაოგნებული უსმენდი. ესე იგი, სასტუმროს მეპატრონეები თუ გიდები თუ არ ვიცი, ვიღაც ტურიზმის მეშვეურები გამოდიან და წუწუნებენ. სასტუმროებით სარეელიო ტურისტები არ შემოდიანო და მიტინგზე გამოდიან. და მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმი ჩააგდო საქართველოში. საქართველოში ტურიზმი ყვაოდა. მე ხანდახან მიწევს ხოლმე გავლა, ნუ იშვიათად, მაგრამ მიწევს ხოლმე გავლა, აი ეხლა ქვია ლესელიძეს ქუჩა ერქვა ადრე, ეხლა ქვია კოტე აფხაზის ქუჩა. აი იქ მიწევდა ხოლმე გავლა ძველ თბილისში და ერთხელ აბანოთუბანში ვიყავი, რაღაცა საქმე მქონდა და გავიარე იქ ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, გადაჭედილი იყო ხალხი ტურისტებით. არავინ აღარ არის ეხლა. ეხლა წესით გუდაური, ბაკურიანი და ჩვენი სხვა ზამთრის კურორტები, ბორჯომი გადავსებული უნდა იყოს ტურისტებით. აი რა გააკეთა, ეს ხო დივერსია. ჩვენ არა მარტო აი ეს დენის გათიშვებით გვიკეთებენ დივერსიას, რომ აღარ შემოვიდეს ჩვენთან ტრანზიტული, არამედ ტურისტები რო არ შემოვიდნენ. ამაზე მეტი მტრობა და ეს დედაკაცი კიდე გამოდის ევროპარლამენტში და არ ვიცი ახლა ბართალია 500 კაცის მობილიზება ვერ მოახდინეს, 100-ოდე დეპუტატი იჯდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტაში დაუკრეს და ოვაცია მოუწყეს და ევროპის მაყურებელმა უყურა ამას ყველაფერს. გესმით რას აკეთებენ? ადამიანს დარჩენილი აქვს 10 დღე და მიიწვეს და ოვაცია მოუწყეს. ნუ მეტი მტრობა გაგიგია და არ ვიცი, მე ძვირფასო მეგობრებო, მე ვიყავი ნომერ პირველი მომხრე ევროპული ინტეგრაციის. ეხლაც ევროპულ ხალხთან მინდა ინტეგრირებულები ვიყოთ, მაგრამ აი ეს ჩინოვნიკები, ეს ევროჩინოვნიკები, გვინდა ამათა საქმე რო დავიჭიროთ. ესენი ვინ ყოფილან? მე საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, გავიზარდე და შუახნის ასაკამდე მივედი. საბჭოთა კავშირზე უარესი თუ რამე იქნებოდა ქვეყანაზე, არ მეგონა სიმართლე გითხრათ.